ხშირად მეკითხებიან ხოლმე როგორია ამერიკაო. სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე ზუსტ პასუხს ვერც მე ვერ გაგცემთ და ვერც ვერავინ ვერ გაგცემთ და ვინც დააპირებს, პირდაპირ რომ გითხრათ, არც უნდა დაუჭეროთ. იმიტომ რომ ინდივიდუალურია შეხედულებები ამერიკაზე. ხშირად გამიგია ხოლმე რომ ამბობენ რომ ამერიკიდან წერენო რომ იცი რა არის არ გინდა აქ არ ჩამოხვიდეო, ალბათო იმ ადამიანსო არ უნდაო რომ იქ ჩავიდე და რაღაცას მივაღწიო. არიან ასევე ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც აი ძალიან კარგად არიან ვითომ აქ რაღაც ფასდაკლებაზე ან იაფასიან ბრენდულ ტასაცმელს ჩაიცვავენ და აქ ეს პრობლემა საერთოდ არ არის ამერიკაში, მაგის შეძენა გავლენ მანჰეტენზე, ესე ძვირიან მაღაზიასთან ან სასტუმროსთან ან რამე ესე ჩვენობასთან გადაიღებენ ფოტოს, დადებენ და ხავს გონია რომ ამერიკაში ხეზე იკრიფება ფულები, აქ კიდე ყველაზე კარგი ვარიანტი ხეზე გიკრიფავენ და თვითონ მოაქვს შენთან. ხო და ანუ ხალხო ასე არ არის. იმიტომ რომ არის ორი კატეგორია ადამიანების, რომლებიც ჩამოდიან რეალურად ანუ არ აქვთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის გარდა, ირჩევენ ნაკლებ საათიან სამუშაოებს, აქვთ მეტი თავისუფალი დრო და რასაც შეუვლობენ საკუთარ თავს ახარჯავენ, მოგზაურობენ, შესაბამისად უფრო ესე კარგად გამოიყურებიან, თავის მოვლის დროს რჩება და თანხებიც უფრო მეტი და უმეტესობა ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოდიან მიზნით, რომ ცხოვრება კეთილ მოაწყონ და თავიანთი ცხოვრება და თავიანთი ოჯახის უფრო განავითარონ, ესეთი ადამიანები დილიდან ღამემდე მუშაობენ. ამიტომ ის რომ გითხრათ რომ აქაურობა არ მოეწონათ ან რეალურად ზოგჯერ ვერ ხვდებიან რომ ამერიკაში არიან, იმიტომ რომ დილას მიდიან სამსახურში, ღამე მოდიან იზინებენ. ასე გრძელდება 6 დღე და 7-იც. და ასეთ ადამიანებს უბრალოდ არჩებათ იმისი დრო, რომ დაათვალიერონ რეალურად ამერიკა, იმიტომ რომ ისინი თავიანთი მიზნით ჩამოვიდნენ და სიმართლე რომ გითხრათ, რო ამბობენ ხოლმე მაგალითად რომ მე დღეშიო $200 აქვს ხელფასიო, ვაიმე რამდენიაო და საქართველოში უთვლიან ხოლმე და უიო რამდენი ფული ქონიაო იმასო, რა უჭირსო. ხო და სიმართლე რომ გითხრათ $200 დღეში არ არის ბევრი ფული ამერიკაში, არც ოდნავ ბევრია, იმიტომ რომ აქ ძალიან ძვირია ზოგადად ცხოვრება, გადასახადებიც, შემოსავლის 70% დაახლოებით ისევ აქ იხარჯება ბინის ქირაში, კომუნალურ გადასახადებში, პირად ეკონომიურ ხარჯებში და ანუ წარმოიდგინეთ ადამიანმა რამდენი უნდა იმუშაოს და გამოიმუშაოს, რომ თავის თავსაც მიხედოს აქ და თავის ოჯახსაც საქართველოში ვისაწყავს. ასეთი ძალიან ბევრი აქ. ამიტომ ინდივიდუალურია ამერიკაზე, გააჩნია თქვენ რა მიზნით მოდიხართ და მოდიხართ თუ არა მიზნით საერთოდ. მაგალითად, ჩემს მაგალითს გეტყვით, რომ ამერიკაში რომ მოდიოდი, ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა, ზუსტად ვიცოდი რას უნდა დავლოდებოდი ამ ქვეყნიდან, შესაბამისად არც იმედები არ გამცრუებია. მაგრამ აუცილებლად მინდა გაითვალისწინოთ, თუ აქ აპირებთ ჩამოსვლას, აუცილებლად გჭირდებათ მყარი ნებისყოფა, ძლიერი ხასიათი, არ უნდა მოусმინოთ ხალხს, იმიტომ რომ ბევრს თავისი ძალიან სუბიექტური აზრი აქვს და უყვართ ხოლმე თავზე მოხვევა და ეს დარწმუნებით ლაპარაკი და შეიძლება ამ ყველაფერმა და რჩევამ შეცდომაში შეგიყვანოთ. ამიტომ ჯობია თქვენით და თქვენი გონებით გადაწყვიტოთ და გააკეთოთ ყველაფერი, ასე ჯობია და ასე უფრო მალე გაერკვევით რაღაცაში. და უბრალოდ ერთს გირჩევთ, რომ სანამ წამოხვალთ ენა ვინც არის ის ინგლისური ისწავლოს, იმიტომ რომ აქაც არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ბრუკლინში ძალიან ესეთი დიდი კომიუნიტია ქართველების და შეიძლება არც გაგიჭირდეთ თავის გატანა, მაგრამ გააჩნიათ თქვენ რა გინდათ, რა დონეზე გნებავთ განვითარება, საბუთები ინგლისურ ენაზეა და შეიძლება თქვენი საქმის გაკეთება გინდათ, ამიტომ რაც შეიძლება რომ საქართველოში წინ წაიგდოთ ესე საქმე, ჯობია რომ მანდ გააკეთოთ, იმიტომ რომ რა ჩამოხვალთ, ამის დრო და არც ნერვი ნამდვილად არ გიქნებათ, იმდენად დატვირთული და გადაღლილი იქნებით სამსახურით. ჩემი რჩევა ეს იქნება მხოლოდ დანარჩენი იყავით ცოტა ჯიუტები, გაიტანეთ საკუთარი მიზანი ბოლომდე და ცოტა
გელიც უნდა იყო, არა იმიტომ რომ სხვას დაესხა თავს, არამედ იმიტომ რომ სხვას არ დააჩაგვრინოთ თავი, აი ზუსტად მაგიტომ. წარმატებას გისურვებთ, ვინც ამერიკაში აპირებთ ჩამოსვლას და მათაც ვინც აქ არის და საკუთარი მიზნისთვის იბრძვის.